ნახეთ, აი ჩემი ჩანთა ახლა ესე გამოიყურება. აი აქ მე სარჩული დავამაგრე ქინძის თავებით. შეგახედებთ. ეხლა რაც თავარია, მოდით ჯერ ხო ეს როგორც მივაკერეთ, ჩანს ხო ეს ორივე მხარეზე. ესე ჩაუდგით ერთნაირად ესეთი გვერდითი ნაწილები. ეხლა აი სარჩული, რომელიც მე ესე იგი მზად მქონდა როგორც ჯიბე, ნიშნულოვანია რომ ეს იყოს აი ეს რაც ჩაუდგით, ხო ეს იყოს ცოტა უფრო აი აქ რა ხედავთ რომ აქ ვიწროა უფრო ჩანთის ყელი ვიდრე აქეთ, ხო? აი სინამდვილეში ჩვენ უნდა მივაკეროთ აი ამ შიგნით ამ მხარეს, აი ამ ზოლზე, აი აქ. აი აქ კი არ ვაკერებთ, აი აქ. აი აქ, ნახეთ, ღრმად მაქვს აი სად მაქვს მიკერებული, იმისთვის რომ მე სახელურს რომ მოგსოთ, ხო, სახელურები აი პირველი ზოლი სადაც აგაქვთ, აი ხრელში, აი აქეთ გვერდით ახრელებში უნდა გაიაროს და იქ არ უნდა უშლიდეს, ხო, ეს სარჩული. აი აქ სადღაც, აი აქ უნდა გაიაროს და ესე იგი ჩვენ მიკერებას ვაკეთებთ აი ამ ზოლის ქვემოთ, აი აქ შიგნით ამ მხარეს. და რახან ქვემოთ მიდიხართ, იქ ფართოვდება ჩანთა და აი ეს ყელი, აი ჯიბის რაც სარჩულისთვის გავაკეთეთ, იყოს არა ესეთი გარშემოწერილობა, არამედ აი ცოტა ქვემოთ რო ჩახვალთ, მიხვდებით რომ აქ უფრო განიერია ჩანთა. აი აქ, აი ეს ჩანთის გარშემოწერილობა ქვემოთ რაც გააქვთ, აი მეორე ზოლზე, აი იმ ხელა უნდა იყოს, რომ აქ კარგად ჩაიდგას, ნახეთ, აი ესე. აი ეს. ეხლა მე დავამაგრე ქინძის თავებით 4 ადგილას. აი აქ და გვერდებში. აი ესე. აი აქეთაც. და ეხლა აი ესე რომ ჯობია ჯერ ასე გაწელეთ, მიამაგრეთ ერთ ადგილას, მე აი ეს გაწელეთ, აქ სადაც უწევს ხო, პირდაპირ მხარეს მიამაგრეთ. და შემდეგ აქ მაქსიმალურად ეცადეთ რომ ეს თანაბრად იყოს, აქაც მიამაგრეთ, აქაც თითებით ესე მიეხმარეთ და აქ. ეხლა იმის შემდეგ რაც უკვე დაამაგრებთ, აი შავი ფერის ძაფით მე ესე ვფიქრობ, უკეთესია თუ მივამაგრებთ, იმიტომ რომ წინა მხარეს, აი თვითონ ჩანთის მხარე, რაც ფერია, ეს ღია ფერი, აქ არ გამოვიყვანთ ძაფს და აი ნახეთ, ეხლა მე დავიწყებ ამ მიკერებას, რომ გაჩვენოთ და მე თქვენც გააგრძელებთ მე მგონი. ეხლა მოდით ამ ქინძის თავს მოვხსნი, იმიტომ რომ უკვე ესე ხელით თითით დავიკავებ მე. აი ნახეთ, აი ხრელი, პირველი ხრელი და იმის ქვემოთ უნდა იყოს, აი ეს სიმაღლეზე რომ შეაფასოთ, სად დაიკავოთ. და ესე იგი, აქ მე ესე კი არ გამჭოლავ მთლიან ჩანთას, არამედ აი ზოლები გაქვთ თქვენ, აი აქ ნახეთ, აი ესე. აი ესე. და ოღონდ ქვემოთ ხო, სადაც შავი სარჩული გაქვთ, აი მის სარჩულის გავლით, აი თითქოს აი ესე გაიტანთ, გამოიტანთ. მე კიდე ან ბოლომდე არ განჭოლოთ, რომ იქ შავი ფერის ძაფები არ გამოგიჩნდეთ, ხო? აი ეს. ეხლა მე აი მაგალითად მოდით უკნიდან დავიწყებ, აი სარჩულის უკანა მხრიდან წინ რო არ მოგიხვდეს ეს ჩვენი ძაფის ესეთი კვანძი, ხო? ამაზად. ვით ცოტა მივახლოვებ. აი ესე. და აი აქ ნახეთ, აი ზოლი გაქვთ, ხო? აი ამ ზოლზე მიამაგრეთ, ოღონდ აი ესე. ღრმად არ გინდათ. ესე იგი სარჩულშიც გადით. იმ ზოლსაც ესე ვთქვათ, განჭოლეთ ზოლი აი ესე. განივათ ესე ვთქვათ, ხო? აი ესე. შემდეგ მომდევნო ზოლზე თან უყურეთ, რომ აი ამას არ ძალიან ზემოთ არ აწიოთ. აი ეს ხრელები უნდა იყოს ესე ჩანდეს, ხო? აი ეს. ეხლა შემდეგ ზოლში. აი ეს ზოლი გვაქვს ეხლა შემდეგი. აი აქ. აი ეს. მაქსიმალურად აკურატულად ეს თქვენ ხელმარჯვებაზეა უკვე დამოკიდებული, რამდენად კარგად გააკეთებთ. აი ესე. შემდეგი ზოლი, რაღაც აქ არის, ხო? კი, აქ არის. და ეხლა გაჩვენებთ იქით ამ მხარეზეც, რომ არაფერი არ უნდა ჩანდეს, ეს შავი ზოლები არ უნდა იყოს იქით ჩანთის წინა მხარეს არ უნდა გამოჩნდეს. ნახეთ, არაფერი არ ჩანს. იმიტომ რომ მე ბოლომდე არ გამოვდივარ, ისე ვაკეთებ. აი ესე უნდა გაყვეთ. აქ კარგია, რომ ეს დამაგრებული, ნახეთ, აი შეიძლება ბოლომდე არ ნახეთ თითქოს უფრო ნაკლებია, მაგრამ აი კარგად აი ესე. ეცადეთ რომ თითით დაამაგრეთ, რომ
სიმჭიდროვე, ანუ აი ამ ნაქსოვის და სარჩულის ესე თანაბრად გაყვეს ზუსტად. მაგრამ ისე მაინც მნიშვნელოვანია, რომ სარჩულის ყელი ემთხვეოდეს აი ამ სიმაღლეზე, ამ ჩანთის გარშემოწირულობა რაც არის. ახლა აი აქ ვიყავით, ხო? ნუ თითქმის ყოველ სვეტთან ესეთი სასურველია რომ შეხვიდეთ. მაგრამ ისე რომ არ მოიჭიმოს, ანუ სარჩული და ეს ზოლები ერთმანეთს კარგად იმას აქენით. ზოგჯერ ზოლები ახლო ჯობია რომ იყოს, ანუ ძალიან ნუ გაწელავთ, თორე ეს სარჩული მოიჯუჯნება, ასე ვთქვათ. აი ნახეთ, ხრელები ჩანს, აი ეს. უკეთა ესე გაყვებით და მიაკერებთ ამ სარჩულს. ქინძის თავები ძალიან სასურველია, რომ ესე დააფიქსირებენ იმ ადგილებს, სადაც ესეა განაწილებული იქნება სარჩული ძალიან მაქსიმალურად კარგად. აი ესე. იგრძენით, რომ აი ჩანთის მხარეზეც გახვედით, მარტო სარჩულში რო არ გამოგივიდეს, ხო? აი სარჩულშიც და კიდევ ცოტა უფრო იქითაც ჩანთის ტანზეც რომ შეეხოთ. აი ესე. ნახეთ, აი ესე მიეკერა. აი ესე გაყვებით. მე რომ მივახლოვდებით ამ ქინძის თავს, აქაც მოხსნით, რომ არ შეგიშალოთ ხელით. თითით დაიკავებთ და აი უკვე ახლოს როცა იქნებით, იქაც მიაკერებთ. ასე ბოლომდე შემოვყვებით. აი ესე გამოიყურება ახლა ჩვენი ჩანთა და ძალიან ლამაზია ნამდვილად და აი ეს ჩვენი სარჩული ნახეთ როგორ ჩავუდგე აი ესე არის აი ესე აი თქვენც ესე მიახლოვეთ რომ აი ეს ზედა ხრელები იყოს ღიად რომ იქ უნდა გავატაროთ გადასაკიდებელი ხო აი ეს წინა მხარე ესეთი აი ეს ნიშანი გავაკეთე ესეთი დეკორაციული დეტალი და აი ესე გამოიყურება. ეხლა მე მინდა რომ გავაკეთო სახელურისთვის გაჩვენოთ როგორ მოვგზავნოთ სახელური. ეხლა მოდით მე გაჩვენებთ. შავი ფერის ძაფით მე უკვე მოვგზავნე სახელური. ვიფიქრე რომ შავი ფერის ძაფით იმდენად კარგად არ ჩანს ესე გზავის პროცესი და ნახეთ ორი წვერი ძაფი მქონდა ხო? თუმცა უფრო თხელებია, თითო წვერი უფრო თხელია ვიდრე აი ეს ძაფი. ნახეთ, აი ესე რომ შეადაროთ მიხვდებით, ნახეთ, მეგონი მართლა ორჯერ უფრო სქელია აი ეს ძაფი. ხო, ამიტომ ან ეს ჯობია ერთი აიღოთ. ესეც მაქვს, ასეთი ფერიც მოგსოვე, მაინც რომ შეადაროთ. აი ნახეთ, აი ესეთი ფერით ანუ ასეთი სისქის და აქ კიდე ორმაგია. აქ ერთი წვერია, აქ ორი წვერია, ხედავთ ხო? აი სისქე ოდნა უფრო პატარაა თითქოს ეს ოდნა. მაგრამ მაინც გადასაკიდებლად ძალიან კარგია. ანუ ასეთი სისქი თუ აიღებთ შავ ფერს, კარგი იქნება. აი ეს. ეხლა მე გაჩვენებთ ხო? როგორ მოგხსოვთ აი ესეთი გადასაკინებელი. ადრე მაქვს მე მგონი მოგხსოვილი სადღაც რომელიღაც ვიდეოში, მაგრამ ეხლა რო არ ვეძებოთ ის ვიდეო, ხო? აი ეს და მე ხლა ავიღებ ცოტა უფრო დიდ ყაის ნახს, ეს არის 4.5, აი ესეთი ზომის არის. და აი ამითი მოგხსოვ მე აი გადასაკიდებელს. ეხლა რას ვაკეთებ? გადასაკიდებელს ეხლა ამ რამე რკინის ნაწილი არაფერი არ გჭირდება. უბრალოდ დავიწყებთ ქსოვას და მე ჩავკეტავთ იგივე, ანუ საწყის წერტილთან მივალთ და ჩავკეტავთ. მოდით თან ახლა გავზომავ, აი ეს შავი ფერის უკვე კარგი ზომა მაქვს და ანუ მე ახლა ჩემი ზომა მე რაც ვფიქრობ რომ კარგი იქნება, ეს ერთი უნდა მოგსოვოთ, ერთი გრძელი ზონარი და მე ფაქტობრივად ორ მხარეს გადასაკიდებლისთვის არის. ახლა კი გრძელია ეს, მაგრამ
ორად გაიკეცება საბოლოოდ გაჩვენებთ მე. აი ეს ნახეთ 114 სანტიმეტრია ეს მთლიანი სიგრძე. აი ესეთი ვფიქრობ, რომ კარგი ზომის იქნება თუ მოგსოვთ. ეხლა მოდით დავიწყოთ და მე ჩაკეტვას გაჩვენებთ, იქაც არ მაქვს ჩაკეტვა გაკეთებული, მეგონი შავზე შეიძლება უფრო გაჩვენოთ. ეს აღარ მეყოფა, ის უბრალოდ დავიტოვე, რომ გაჩვენოთ როგორ მოგსოვთ. აი ესე. ორი თვალი გჭირდებათ, თან არ გვინდა ნასკვი ისე, ერთი თვალი, მეორე, ანუ კვანძის გარეშე, აი ესე. ეხლა შედიხართ პირველ თვალში. ამოიტანეთ. ანუ თითქოს თვალი ნამატის გარეშე, აი ესე უნდა მოგსოვთ პირველ თვალში. შემდეგ მოატრიალებთ და ნახეთ, მოტრიალდა, ისე ცოტა გაურკვეველი ისინი აქვს, მაგრამ აი აქ და აი აქ ორ ძაბში შეხვალთ და აქ უნდა გამოვიტანოთ ორ ძაბში, სადაც შევედით ჯერ და მერე ერთად, აი ეს. კიდევ მოატრიალებთ. აქ უფრო კარგად ჩანს ახლა ეს ორი ძაფი, აი ეს. გვერდით გამოიტანეთ და მერე კიდევ ერთად. კიდევ მოატრიალებთ. ახლა რო ვატრიალებ, საათის ისრის მიმართულებით ვატრიალებ. აი ეს. ნახეთ, ორი ძაფი კარგად ჩანს, ხო? გამოიტანეთ და აი ეს. მოვატრიალე. ეს ორი ძაფი მე მგონი ხვდებით ახლა სადაც აი ესე რომ მოატრიალებთ. აი პირველი ორი ძაფი გვერდით რაღაც გვერდითი ნაწილია, იქ რო ხვდებათ. აი ესე უნდა გსოთ და მოდით ცოტა გამოჩდება უზორი და მერე თქვენ გააგრძელეთ. აი ესე. ერთსაც მოგსო. აი ეს, აბა შეხედეთ, აი ნახეთ როგორია. აი ესეთია, ძალიან ლამაზი ნაკსოვია. აი ესე გაყვებით, ახლა რა სიგრძეც გითხარით, ხო? 114 სანტიმეტრი იყო მიახლოებით. კარგი, ახლა ეს აღარ გვინდა, ამას გაყვებით. ახლა მოდით ავიღებ მე შავ, აი ამ ნაკსოვს უკვე მზად მაქვს ეს. და ახლა ნახეთ, სანამ ჩაკეტავდეთ, ანუ საწყის და ოი, გამექცა ერთი თვალი. კარგით, ესე იგი აქ გამექცა, მოდით. აი აქ. აქ ორი ძაფია და ამიტომ უფრო დასაბნევი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ერთი წვერით მეჩვენებინა. ეს ამოვიყვანოთ, სადაც მივედი. აი ესე გქონდა, ხო? და ნახეთ, აი ეს ორი ძაფი გაქვთ. ყოველ ჯერზე ესე ორი თვალი გრჩებათ ხოლმე. და სანამ დააკავშირებთ საწყის საბოლოო წერტილთან, მანამდე უნდა გავატაროთ ჩანთაში. ხო? ახლა ნახეთ როგორ ვატარებთ. აქ პრინციპში დიდი ის არ არის. ესე იგი, ეს სასურველია, რომ მოხდეს ჩანთის შიგნით. რომ ესე იგი საწყის და საბოლოო აი ამ ადგილების შეერთება იყოს ჩანთის შიგნით. ანუ აი ამ ადგილას, ხო, გარეთ რო არ მოხდეს. ეხლა სად ვატარებთ? წინაც და უკანაც ნახეთ, დააკვირდით, გაქვთ აი აქ ხრელები არის. ეხლა თუ გადათვლით 17 იყო ისე მახსოვს. მეგონი ჩანს კარგად, ხო? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 ხრელი გაქვთ. აი აქედან ნაპირები 1 არა, მეორე და მესამეში. ანუ ესე იგი ნაპირიდან მესამე ხრელში უნდა გაატაროთ. ესე იგი აქედაც იგივე. აქაც იგივენაირად გაქვთ ზუსტად. ამიტომ ეხლა მე რახან მინდა რომ შიგნით მოხდეს ეს ძაფი აქ ხო დაკავშირებული. ამიტომ აი ესე. ხეთ 1 2 3. აი ამ ხრელში, როგორც შიგნიდან გამოვავიდან აი ამ ბოლოს. აი ესე. და რა თქმა უნდა, ორიენტაცია ეს ხო იხვევა, აი ჯობია რომ ერთი ორიენტაციით იყოს სულ ყველა ხრელში გატარებული, რომ მე ლამაზად გამოგივათ. ჯერ გამოვიტანო და მე დავატრიალებ თუ აი ეს. აი ეს. ხო? ეხლა აი ეს ორიენტაციას ხვდებით, რომ არ ესე არ დაგეგრიხოთ, აი ესე.
ეხლა აქეთ უნდა წამოვიდეთ, გარედან შიგნით. აქაც მესამეში. 1 2 3. მე ვფიქრობ, რომ მესამე კარგი არის. ისე თქვენ შეგიძლიათ ცოტა სხვა ხვრელში შეხვიდეთ, მაგრამ ესეთი აი ნახეთ როგორია. აი მეგონი კარგი ის არის ზომის. აი ესე, ანუ დაშორება აი აქ შუაში კარგად არის. კარგით, ესეთი. თუ გინდათ კიდევ გრძელი მოგსოვეთ, თუ თქვენ მოგეჩვენებათ რომ მოკლია თქვენთვის, მაგრამ ცოტა გაითვალისწინეთ, რომ ოდნავ იწელება, ოდნავ ეს ისეთია ნაკსოვი. ანუ უფრო გრძელი შეიძლება გამოვიდეს, ვიდრე ეხლა ჩანს. ესე კი ეს გამოვიტანე, ეხლა აქეთ უნდა წამოვიდეთ, ხო, შიგნიდან გარეთ. აქაც მესამე ხვრელში 1 2 3, ესე იგი ნაპირიდან მესამეში. აი ესე. გამოვიტანეთ და ეხლა დაგვრჩა ერთი, აი აქედან იქით, ხო, შუაში შევიდეთ. ეხლა აქ დააკვირდით, ორიენტაცია კარგად აქვს, ხო, ესე. აი ეს სიბრტყე მოდის, ისევ ესე შედის. აქაც არაფერი არ იხევს. აი ესე. და აქაც ესე დაიკავეთ, ბრტყელი ორიენტაციით. აი ესე და ეხლა შევიტანოთ შიგნით. აი აქ. 1 2 და 3. აი აქ. შევიტანე და მორჩა, ფაქტიურად ეს არის. ეხლა აქ მაქსიმალურად რომ მოჭიმავთ, აქ რა სიგრძეც დაგიჯდებათ, ეს არის თქვენი სახელურების სიგრძე, ესეთი მიახლოებით. ეხლა აქ კიდევ მაქვს მე საშუალება, რომ ეს როცა მივაკერებ ერთმანეთს, აქ შეგიძლიათ ეხლა ვფიქრობ, რომ აი ეს ბოლო დავტოვოთ ეს აქეთა და აი ეს გამოვიყენოთ ძაფის, ესე იგი, მიმაგრების ადგილი, სადაც თვითონ ძაფთან არის კავშირში. ხა ამას მე მოვჭრი. განახოთ. აი ეგ სადაც ძაფთან კავშირია, ეს მოვჭრათ. ცოტა თლად მოკლედ უნდა მოვჭრით, რომ მე კიდევ დავმალოთ ხო შიგნით. ამოდით მივახლოვებ, რომ კარგად დაინახოთ. აი ეს. აი ორიენტაცია ნახეთ, აქ შედის. აქედანაც აი ესე შედის. ანუ აი ესე პირზე, ხო? აქ მოდით მოვქაჩავ, აქაც მოვქაჩავ ცოტას. აი ესე. სიბრტყეები ესე კარგად ერთმანეთს უნდა უყურებდნენ. ეხლა აი ეს რომელიც აქ გამოვატარი, ამას მე მგონი არ შევეხები, ისე ვფიქრობ, რომ ეს არ გჭირდება. უბრალოდ აქ გამოარჩიეთ კარგად. ანუ ორი თვალი ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ საბოლოო ჯამში. კარგით. განახოთ თუ ჩანს, ესე კარგად ჩანს. კარგით. აი აქ. ეხლა ჩემთან ორი თვალი არის, ერთი არის. ასე ვთქვათ, ორი ძაფია, ორწვერიანია ხო თითოეული და ამიტომ ეხლა რომელიც ნაპირა აქ გამოვატარებ. აი ამას, ერთი და მეორეც. აი ესე. ცოტას მოვჭიმავ და აქეთ გამოვატარებ ეხლა, ოღონდ აქაც ესე გააკეთეთ, რომ თითქოს ორი თვალი მოძებნოთ. ეხლა ეს ხელია, მოდით ხელს ავიღებ ცოტა პატარა, აი ის ნახს. აი ამას ავიღებ ჯობია. ესე. აი აქ, თქვათ აი აქ და აი ეს რაც ოღონდ ეს მეორე თვალი არ გაგექცეთ, აქ მეორე თვალიც გვაქვს ამოსაყვანი. აი ეს ამოვიტანოთ, ერთი და მეორე. აი ეს ძაფები ამოვიტანე. ესე და ეხლა აქედან იქით, პირიქით გავაკეთებ და აი თან ესე ნახეთ, რომ არ გაგვექცეს ეს. ეს. და აი აქედან ეხლა მოდით აქ რო არ აგვერიოს ეს ორი წვერი. აი აქ რომ მოვქაჩავთ. ეს არის აი ამასთან აქედან რაც გამოდიოდა, ხო? ისიც შეგვიძლია პრინციპში გამოვიყენოთ მეორე წვერიც, რომ ჩავრთოთ. და მოდით აქ ვნახოთ. აქ ცოტა ზემოთ, აი აქ გვერდით. ანუ აქ თითქოს კუთხესავით იყო და ამიტომ ძალიან ქვემოთ ნუღა ჩახვალთ. აი ეს არის, რაც გჭირდება. აი ესა.
და ეს უნდა გამოვიტანოთ ახლა ამათ შორის. აი ესე და აი ეს ორი წვერი. და მოგაჩეთ კარგად. ახლა აი ნახეთ, აქ მე ვფიქრობ, რომ კიდე აი ეს შეგვიძლია მეორე ესეც გამოვიყენოთ. აქ კიდევ ნახეთ, ეს ცოტა არ არის მთლად კარგად ჯერ. კიდევ ერთხელ შეიძლება რომ გამოატაროთ, ან იქით უბრალოდ გავიტანოთ. აი ამაში უკან გამაქ ისევე, ოღონდ ისე რომ აი თითქოს ერთმანეთზე ერთ და იგივე ადგილას ორჯერ ნუ გაიტანთ, ხო? აი ეს. აი ეს. და ეს იყო აი ამ აქეთ ამ ხარის ბოლო, ხო? ესეც შეგვიძლია გამოვიყენოთ და აქ დავაკავშიროთ. ესე იგი, მოდით ისევ ამაში გამოვიტან ჯერ. მე შეიძლება მეორეშიც. ეს ორ წვერში, ორი წვერი. აქ თქვენ გექნებათ ფაქტიურად ორი ძაფი, ახლა მე 4 ძაფი მაქვს, იმიტომ რომ ორ წვერიანი თითო. აი ესე. და ფაქტიურად აქ უკვე მე მგონი კარგად არის. ახლა აღარ აი ამ ძაფს უკვე აქეთ დავტოვებ. აი აქეთ. და აი ამ ძაფს ხო, ნახეთ ეს კარგად მოიჭიმა, ახლა ორივე რომ მოვქაჩი, აი ესე კარგად ჩაჯდა. ეს შეიძლება იქით წავიყვანოთ, ეს აქეთ. ოღონდ ერთი კვანძი მაინც მე გირჩევთ რომ გააკეთოთ სადმე, ოღონდ აქ ფაქტიურად არ გამოჩდება, მაგრამ მაინც შიგამხარეს ჯობია რომ წაიღოთ და იქ გააკეთოთ კვანძი. მოდით, ერთხელ კიდევ ჩავიტან, აი აქვე და შიგამხარეს კვანძი, თან ორი ესა გაქვთ. ეხლა მე ორი წვერი მაქვს და კარგად შეიძლება იქ კვანძის გაკეთება. აი ეს. ესეც შიგნით ჩავიტანოთ, ნახეთ ესე. ამოვიტან და ახლოში სადმე. აი აქ. ესე ჩაიტანით. ორივე ძაფი. მოკლედ იქ კვანძი უნდა გაკეთდეს. და შეგიძლიათ მე გაატაროთ კიდევ და მოწვით აუცილებლად ეს ისეთი ძაფები აუცილებლად ჭირდება მოწვა. აი ეს არის ახლა მე რაც მინდოდა მეჩვენებინა და აი ეს მეახლოვე ძალიან სქელია რომ არ გამოგივიდეთ თვალს სქლად არ არის კარგი და შემდეგი უკვე იქნება აქ შეიძლება ჩამკეტის მიკერებაც ავით თუ ჭირდება თუ არა ესეც მე მგონი კარგია. და ბახრამა გავაკეთოთ, ხო? კიდე. აი როგორია. აი მგონი კარგი სიგრძეა. კარგად არ ჩანს ბოლომდე მაინც, მაგრამ ესეთია. ეხლა მოდით ბახრამის გაკეთებას გაჩვენებთ. ადრე მაქვს გაკეთებული, მაგრამ მე მგონი ის ვიდეოები წავშალე ხოლმე, ზოგი ძალიან ისეთი არ იყო ისეთი ხარისხით ჩაწერილი და ამიტომ ახლა თავიდან ამას გავაკეთებთ. ესე იგი, ახლა ეს შავი ძაფით გავაკეთებ ბახრამას. ესეთი რამე ესეთი არ აქვს მნიშვნელობა, რამე ესეთი სიგრძე რაც გინდათ რომ ბახრამის იყოს, მიახობით ესეთი აი ვთქვათ ჩანთა რა სიგრძისაც არის ცოტა ნაკლები, ხო, ბახრამა ზედ სახელურზე გადასაკიდებელზე უნდა ჩამოვკიდოთ და აი ესე დაახვევთ, ესე იგი ესეთი ხვიები გვჭირდება ახლა ჩვენ. აი ესე. აი ეს დაახვიეთ. მის მიხედვით რამდენად სქელი ბახრამა გინდათ. ხვიების რაოდენობაც ესე თქვა ცოტა განსხვავებული შეიძლება გამოგივიდეთ. ძალიან ესე სიზუსტე და რაღაც განსაკუთრებული რაოდენობა ხვიების ასე არ არის. კაცრად განსაზღვრული, უბრალოდ დაახვიეთ. ხა ეს გაითვალისწინეთ, რომ ორი მხარეზე გაქვთ და უფრო სქელი იქნება, ვიდრე ხა ზემოდან უყურებთ ჩვენ. ხო? ესე. და როცა დააგროვებთ საჭირო რაოდენობა ხვიებს, მოუჭრით ამ ძაფს. კიდე. აი ეს. მე მგონი ეს უკვე კარგია. აი ესე.
ხა ნახეთ, აი აქ სიგრძე გაქვთ, ესეც აქეთ და აქ მოვჭრი მე ხა. ამცავს. აქ. მე კიდე შეგიძლიათ შემოასწოროთ ბოლოები, როცა უკვე აი ესე. ეხლა აი ეს ჩვენ უნდა გამოვაცუროთ ამაში და ეს ადგილი დავამაგროთ, აი ეს ადგილი. და კიდე ცოტა რომ მოეხმაროთ აი ეს. აი ესე, ერთი მხარე დავამაგროთ, იგივე ძაფით, რა თქმა უნდა, ჯობია. აქეთ ღია ნაწილები ის რომ მოვჭერი, ხო? აი ესე, შემოახვიეთ, რაც კვანძი გააკეთეთ ერთი კვანძი. და რა თქმა უნდა, შიგნით ჯობია მე ამათთან ერთად აი ესე. რამოდენიმე ესეთი კვანძი გავაკეთე და ეხლა მოვჭრი ძაფს ისე რომ ნახეთ, ცოტა ქვემოთ იყოს. აი. როგორი სიგრძეც აქვს თვითონ ბახრამას, იმაზე ოდნავ გრძელი აი ეს. ეხლა იმიტომ რომ კვანძი უნდა გავაკეთო და მე ამ დანარჩენ ფოჩებთან ერთად შევურევთ, რომ არ იყოს შესამჩნევი. აი ესე. გავკვანძავ. ხა მე მინდა რომ ეს მოვახვედრო უფრო ქვედა მხარის. ზემოდან არ ჩანდეს. ესე ყოველთვის შეიძლება ამის ამოტრიალება. აი ესე, გაკვანძეთ კიდევ ერთხელ. გონი ჩანს ხო, რასაც ვაკეთებ. და შემდეგ კიდევ ერთხელ ეხლა თავი უნდა მოუკრათ, ხო? ესე. აი ეს მეორეჯერ გავკვანძე, მე მგონი ეყოფა და აი ეხლა ესეთი აი ესა გაქვთ, ესეთი თავი. ეხლა ჩვენ ეს გვინდა აი ამით უნდა დავამაგროთ და მე მგონი აქ გაძორება თუ რამეა, მე მგონი არ ექნება პრობლემა. თავს. მოკლედ იქაც უნდა დავამაგროთ, ამას ცხვირი აი ესე აქ, ხო? აი ეს ცხვირი მე მგონი აქ გაეტევა. კარგით, ეხლა მოვკეცავთ, ესე იგი, აქ უნდა მოჭრათ, რა თქმა უნდა, ნახეთ, აქ ხოვრად ქონდა გაკეცილი. ეს უნდა გაჭრათ და მე კიდევ შემოასწოროთ. მოდით გავჭრი ჯერ და მე თავს მოვკრავ. ახლა ისე უხეშად ვჭრი ჯერ, მე კიდევ შევალამაზებთ, ხო, რომ ზუსტად ერთნაირი იყოს ყველა ბოლო ერთი სიგრძის. თუმცა ეს გაითვალისწინეთ, რომ ძალიან იშლება და არ ვიცი, შეიძლება მოწვა ან რაღაც ესეთი კვანძები შეიძლება უკეთესი იყოს ძირებზე რომ გავუკეთოთ, თორემ ძალიან იშლება ძაფი, ესეთი ნაკსოვის ძაფია. კარგით, აი ესე გვაქვს. აი ესე, ეხლა ეს უნდა ესე მოკეცოთ თავი. და ეხლა რაც ესეთი მნიშვნელოვანია, არ ვიცი, ორმაგით გავაკეთოთ, მოდით ორმაგით იყოს, უფრო მალე დაიხვევა. აი დაახლოებით, არ ვიცი, 1.5 მეტრი გინდათ ალბათ ესე ძაფი. 2 წვერით გავაკეთებ. შეიძლება 30 სანტიმეტრიც გეყოთ, არ არის დიდი ძაფი საჭირო. აი ესე. ესე ლამაზად გაასწორეთ და აი აქ სადაც გინდათ თავი რამ ხელაზეც გინდათ რომ დატოვოთ. ესე იგი, აი ეს ზემოთ მოახვედრეთ. აი ესე მოკეცეთ და ეხლა აი ესე ამის გარშემო ვახვევთ და ჩადიხართ ქვემოთ. აი ეს ზემოთ უნდა დარჩეს ეს, რომელიც მე უნდა მოვჭიმოთ. აქ რამოდენიმე ხვია გააკეთეთ, კარგად მჭიდროთ. აქ ხედავთ, აი კვანძი მაქვს, თითით მიკავია ეს, რომელშიც ბოლოს უნდა გავატარო. აი ესე ლამაზად. კიდევ ერთს გავაკეთებდი. აი ესე და ახლა ოდით აი ამაში უნდა გაატაროთ, რაც მოვკეცეთ თავიდან. აი ეს ორ წვერიანი ძაფი ის თუ ერთი წვერი საიღებთ, მაშინ აქ ერთი ძაფი გექნებათ, უფრო ადვილადაც გაარჩევთ ყველაფერს. აი ეს გავატარე და აი ეს თქვენი თავში რომ მქონდა ხო, ზემოთ ეს უნდა მოკაჩოთ. ახლა ნახეთ, აი ეს დაპატარავდა ეს აქ რო ესეთი თითით რაც მეკავა ხო, ერთბაშად ჯობია ეს ორივე რომ მოკაჩოთ. აი შეიტანა ეს ძაფის ბოლო. კარგად შეიტანეთ. რომ არ ჩანდეს მაინდა-მაინც. აი ეს.
და ეხლა პირდაპირ მოჭრით. ეხლა ეს მოჭრით რა სიგრძეც დანარჩენი ფოჩებია და აქ პირდაპირ აი სადაც ახლოშივე მოჭერით. მოგეთ. აი აქ, აქვე. ეს არ უნდა ჩანდეს საერთოდ. არ გაიშლება ნამდვილად. ესენი მე მოვქაჩებთ, ნახეთ, აქ დარჩა ცოტა ესეთი. თითოეული ძაფი. აქეთ უნდა გასწორდეს აუცილებლად. ხანძნელია გამოიცნოთ რომელი ძაფია ეს. შეგიძლიათ აქ მოვქაჩოთ და აქეთ იგრძნო აი ეს. აი ეს ძაფი. მეზობელი ესეც ჯერ მოვქაჩეთ, აი ჩანს. აი ესე უნდა გაასწოროთ სულ ყველა ძაფები. ლამაზად რომ იყოს ესეთი თავი, ხო? კარგი, და ეს არის ახლა ჩვენი ბახრამა და რა თქმა უნდა ეს ძირები უნდა მოვჭრათ მაქსიმალურად ერთნაირი სიგრძის. ისე დანით აკეთებენ ხოლმე ესეთი ძალიან ჭრელი დანით, ეს ყველაზე კარგი მეთოდი ახლა აქ არ მაქვს მე. ესეთი ბასრიდანა და მოჭრით ერთ ზომაზე. კარგით, ამას მე გავაკეთებ და მე გაჩვენებთ ახლა ესე იგი. მიახლობით რო გითხართ, ესე იგი ერთი ზომა უნდა დაგიჭიდეთ ყველა ესე იგი ეს ძაფი. ესეც გრძელი ძაფები არ დაგრჩეთ. კარგით, მე მოვჭრი ახლა ლამაზ ფორმას მივცემ ბასრიდანით და მივამაგრებთ. ერთად გაჩვენებთ. ეს ჩვენი ბახრამა. ეხლა მე აქ გავატარებ რკინის რგოლს. ესე წვერი, ესეთი რგოლი გჭირდებათ. და შეიძლება პირდაპირ ძაფით გაატაროთ, მაგრამ ეს უფრო ესე ლამაზია მე მგონი. ხო, აქ კი უჭერს ამას გასვლა. თუ ძალიან მჭიდროდ მოუჭირე. აბა ესე გავჭოლოთ თუ გავიდა. ესე უფრო რეალურია რომ გავიდეს. ესე ჯობია აი წვეროზე. უფრო მაინც მინდა რომ ესე გავატარო. აი ეს გავიდა. აი ეს. იქ სადაც ძაფი თავიდან ესე მოუჭირეთ ხო თავზე ეს. აი ეს. და ეს ახლა ჩამოვკიდოთ უკვე ჩანთაზე, წინა მხარეს ჯობია ხო? აი ეს. უბრალოდ ამ გარშემო არ გამჭოლა, უბრალოდ შემოულის აი ამ აი ეს. აი ესეთია. საკმაოდ ლამაზი ჩანთა, სიმპათიური, მე მგონი ესეთი ყოველდღიურია. შეიძლება ყოველდღე ეხმაროთ. აი ესეთია. არ ვიცი ზომები თუ გინდათ, ახლა გავზომავ მაინც. ეს შუაში, შუა სიმაღლეზე, თავი ცოტა ვიწრო აქვს ყელის ადგილი და გძირი ცოტა განიერი და მოდით შუაზე გეტყვით. აი ესე თუ დაკეცილად ეს გამოდის, სადღაც 33 სანტიმეტრია. სიმაღლე, აი შუაზე გავზომავ აქაც. აქ არის აი 19-ია, ესე თუ ბოლომდე არ დაკეცავთ. თუ დაკეცავთ 20-ია. ესე 19 სანტიმეტრი არის. გვერდებზე უფრო მაღალია, ვიდრე ცენტრში. აქაც ეს. აი სულ ეს არის, მოკლედ. ძალიან ლამაზი ჩანთაა და მე სურათსაც დავდებ. აუცილებლად ცადეთ. კარგი, დაბა წარმატებები ყველას.